თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა, განიხილეს სამედიცინო სამართლის პრობლემური და აქტუალური საკითხები. კონგრესში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, მედიატორები, მედიკოსები, სამეცნიერო საზოგადოებისა და კლინიკების წარმომადგენლები. სამედიცინო სფეროს და სამართლის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ამ სფეროში ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ერთის მხრივ როგორც პაციენტის, ასევე ექიმის უფლებების დაცვა. ინფორმირებული ურთიერთობა, განათლება, მისიონერობა, ნდობის აღდგენა, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ პოტენციურმა ორმა მხარემ, ერთმა რეციპიენტმა, მიმღებმა დახმარების და მეორემ დონორმა გამცემმა დახმარების იმისათვის, რომ დაავადებისათვის ყველა კარი ჩაკეტოს. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გვესაუბრა გაერთიანებულ ფორმატში მედიკოსები, ადვოკატებისა და მოსამართლეების და სასამართლო ხელისუფლების წევრებთან ერთად სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან მიყენებულ აი ამ ძირითად სამართლებრივ პრობლემებზე, რომელიც არსებობს დღეს. ვიმსჯელეთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოში პაციენტებს მისცემს უფლებას, რომ მათი უფლებები, მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ექიმებთან კომუნიკაციის ხარისხი, სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის ხარისხი მაქსიმალურად იყოს დაცული.